წელიწადის ამ დროს გერმანიაში თუ ყოფილხართ, დაფიქრებულ ხართ, რატომ ატარებენ ადამიანები ხის ნიღბებს, ყვირიან უძველეს შეძახილებს და ქუჩებს ჯამბაზებისა და სულების სამყაროებად აქცევენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფასტნახტ 2026-ზე, ფიშბახში, ბადენ-ვუთერბერგის სამხრეთ გერმანიის შავი ტყის რეგიონის გულში. ის, რასაც თქვენ ვიდეოში უყურებთ, შვაბურ ალემანური ფასტნახტის ნაწილია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და ისტორიულად ყველაზე მრავალფეროვანი კარნავალია. სიტყვა ფასტნახტ მომდინარეობს გერმანული სიტყვებიდან fasten, რაც ნიშნავს მარხვას და nacht, რაც ნიშნავს ღამეს. ის სიტყვით აღნიშნავს მარხვის დაწყებამდე არსებულ დროს. ქრისტიანულ კალენდარში დიდი მარხვა არის აღდგომამდე 40-დღიანი პერიოდი, რომელიც ეძღვნება ფიქრს, თავშეკავებას და ტრადიციულად ისეთი საკვების, როგორიცაა ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები უარყოფას. ასე რომ ისტორიულად ფასტნახტ განვითარდა როგორც დღესასწაული ამ მკაცრი ეტაპის დაწყებამდე. ისტორიკოსები ფასტნახტის ელემენტებს ქრისტიანობამდელი გერმანული და ალპური ზამთრის რიტუალებიდან აკვირდებიან. უძველეს დროში ადამიანები თვლიდნენ, რომ ზამთარი სულების მიერ კონტროლირებადი ბნელი საშიში სეზონი იყო. ამ სულების განსადევნად და გაზაფხულის მისასალმებლად ადამიანები ხმაურობდნენ, საშიშნიღბებს ატარებდნენ, ზარებს რეკდნენ და რიტუალურ მსვლელობებს ატარებდნენ. საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ქრისტიანობა მთელ ევროპაში გავრცელდა, ეს სეზონური რიტუალები ეკლესიის კალენდარს შეერწყა. გაქრობის ნაცვლად ძველი ტრადიციები დიდ მარხვის წინადღეებთან ადაპტირდა. ფიშბახში 2016 წლის 15 თებერვალს ეს საუკუნოვანი ტრადიცია კვლავ გაცოცხლდა. ზუსტად 14 საათსა და 11 წუთზე კარნავალის სიმბოლურ დროს დაიწყო მთავარი აღლუმი. ქუჩები 2000-ზე მეტმა კოსტუმირებულმა მონაწილემ სახელად ჰერშტეგერმა შეავსო. შავი ტყის რეგიონის ქალაქებიდან და სოფლებიდან დაახლოებით 25 სხვადასხვა ნარენცუნფტე კარნავალის გილდია იღებდა მონაწილეობას. თითოეული გილდია ატარებს ტრადიციულ კოსტუმს სახელად ჰეს. ბევრი მონაწილე ატარებს ხელით მოხატულ ხის ნიღბებს, რომლებიც ცნობილია როგორც ლარვენ. გავრცელებული ფიგურებია ეშმაკები ანუ დეიფელები, რომლებიც სიმბოლოა ბოროტი ძალების და ზამთრის სიბნელის განდევნის, ჯადოქრები, რომლებიც წარმოადგენენ ქაოსს, გარდამავალ პერიოდს და ბუნების ველურ ძალებს, კლასიკური ნარო, მასხარა ფიგურა, რომელიც წარმოადგენს იუმორს და ხუმრობაში დაფარულ სიბრძნეს. მასთან არის ასოცირებული ტრადიციული შეძახილიც ნარი, ნარო. ასევე გვხვდება ცხოველებისა და ტყის სულების ფიგურები, რომლებიც დაკავშირებულია შავი ტყის ადგილობრივ ლეგენდებთან. ცხადია, დღეისათვის ტრადიცია თანამედროვე ელემენტებსაც შეიცავს. ზოგმა შეიძლება აღლუმში თავისი მდიდრული მანქანით მიიღოს მონაწილეობა. მონაწილეები ბავშვებს ურიგებენ, ტკბილე ოლს დიდებს იტაცებენ და სასმელზე ეპატიჟებიან. ფასტნახტის სეზონი ოფიციალურად ყოველწლიურად 6 იანვარს იწყება. მზადება კვირების განმავლობაში მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალია ნარენბაუმის კარნავალის ხის აღმართვა, რომელიც ნარენების დროის ოფიციალურ დასაწყისს გამოხატავს. დღესასწაული აშერ მითვოხ იგივე ფერფლის 4 შაბათამდე გრძელდება. განსაკუთრებითი ხალხმრავლობაა შმუციგერ დონერს, საგანო ჭუჭყიან ხუთშაბათს. შემდეგ ფერფლის 4 შაბათს ყველაფერი ჩერდება, ნიღბები იხსნება, მუსიკა მთავრდება, მარხვა იწყება. ეს იყო ფასტნახტის ისტორია. ბევრი სხვა საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი.